მოგესალმებით. ჩვენ გუშინ მქონდა კომიტეტი, მაგრამ დღეს დაგვეწერა დაჩქარებული კანონ პროექტი, ჩვენს მერე 11 საათზე სხვა კომიტეტი ხილავს, წამყვანი კომიტეტი, ამიტომ გადავიდეთ პირდაპირ საკითხზე. ეს არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი კანონ პროექტი ნარჩენების მართვის კოდექსის ცვლილების შეტანის შესახებ. მოხსენებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ბატონი ზურაბ ეზუგბაია. გთხოვთ ბატონო ზურაბ. მოგესალმებით ბატონო თავმჯდომარე, მოგესალმებით ბატონო პარლამენტის წევრებო. წარმოგიდგენთ კანონ პროექტს ნარჩენების მართვის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ. აღნიშნული კანონ პროექტის შემუშავება განპირობებული იყო რამოდენიმე მიზეზით, პროექტში თავმოყრილია რამოდენიმე თემატური საკითხი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ნარჩენების მართვის სფეროში შემდგომი ოპტიმიზაციისა და განვითარებისათვის. მე პრინციპების დონეზე წარმოგიდგენთ ძირითად დებულებებს, რომლებიც არის თავმოყრილი ამ კანონ პროექტში. პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ წესრიგდება პროექტით სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის სტატუსი, ხდება შესაბამისი რეგულაციის შემოტანა კოდექსში. სამწუხაროდ სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელთან დაკავშირებით საბოლოო რეგულირება არ ჩანდა და არ ჩანდა, რაც თავარია გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს კომპეტენცია ამ ნაწილში. კომპეტენციის ჩამონათვალს ემატება არასახიფათოსთან ერთად სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობა, მართვა და დახურვა. მთავრობის მხრიდან ეს დავალება უკვე სამინისტროს მიღებული აქვს და წინასწარი მოსამზადებელი სამუშაოები ამ მიმართულებით მიმდინარეობს. შესაბამისად, ისევე როგორც არასახიფათო ნარჩენების შემთხვევაში სახიფათოსდაც ჩვენი სამინისტროს სისტემაში მოქმედი მყარი ნარჩენების მართვის კომპანია იქნება ის უფლებამოსილი სუბიექტი, რომელიც განახორციელებს სამინისტროს კომპეტენციას და უზრუნველყოფს სახიფათო ნაგავსაყრელების მოწყობა, მართვას და დახურვას. ამ საკითხთან პირდაპირ მასში არის ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტების რეგულირება. კოდექსის დღეს მოქმედი რედაქციის თანახმად ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტები, ესე იგი, მათი ოპერირება დაიშვება 1 წელზე ნაკლები დროით, თუ ნარჩენები განკუთვნილი აღდგენისათვის, ან 3 წელზე ნაკლები დროით სხვა შემთხვევაში. ეს ვადები არის ამოწურული ხშირ შემთხვევაში ნარჩენების დროებითი შენახვის ობიექტებთან მიმართებით, ასევე არის ადგილი, როდესაც სახიფათო ნარჩენების დროებით განთავსების ობიექტზედაც იწურება აღნიშნული ვადები და კოდექსის მოქმედი რედაქცია ითვალისწინებდა გამონაკლისის წესით ვადის გახანგრძლივებას, დროებით შენახვის ობიექტზე ასეთ ნარჩენების შენახვის ვადის გახანგრძლივებას. ამიტომ კოდექსში დგინდება გამონაკლისი მთავრობის მიერ დადგენილი შემთხვევებისთვის და ამ გამონაკლისის საფუძველზე სახიფათო ნარჩენების დროებით შენახვის ვადის ერთჯერადი, არაუმეტეს 1 წლის გაგრძელების უფლებამოსილება მიენიჭება ჩვენი სამინისტროს სისტემაში მოქმედ გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ხოლო მთავრობის დადგენილებით შესაძლებელი იქნება განისაზღვროს სახიფათო ნარჩენების დროებით შენახვის უფრო ხანგრძლივი ვადით გაგრძელება. რითი არის განპირობებული ეს დამატებით საგამონაკლისო ვადები? სწორედ იმიტომ, რომ ჩვენ ქვეყანაში უნდა მოეწყოს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი პერმანენტული მუდმივი სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელი, რაზედაც სამინისტრო და მისი სისტემა ვიწყებთ მუშაობას. მეორე საკითხი, რაც არის კანონპროექტით შემოთავაზებული, ეს არის ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგიისა და ეროვნული სამოქმედო გეგმის ვადების ჰარმონიზაცია. ეროვნული ნარჩენების მართვის ეროვნული სტრატეგია დღესდღეობით დამტკიცებულია და იგი მოქმედებს შესაბამისი მრავალწლიანი პერიოდისათვის 2030 წლამდე. მის შესაბამისად უნდა დამტკიცდეს მომდევნო ეროვნული სამოქმედო გეგმა, რომელიც უნდა დამტკიცდეს 4 წლიანი პერიოდისთვის, ეს არის გამონაკლისის პერიოდი, ძირითადად გადავდივართ 3 წლიან პერიოდიზაციაზე ეროვნული სტრატეგიის მოქმედების ფარგლებში. ამიტომ შემოთავაზებულია სამოქმედო გეგმის შემუშავება და დამტკიცება 3 წლიანი პერიოდისათვის და გამონაკლისისთვის, ხოლო ერთჯერადად 2027-30 წლების პერიოდისთვის იქნება პირველი ასეთი სამოქმედო გეგმა დამტკიცებული. გარდა ამისა, კანონპროექტი შეიცავს
მთელ რიგ ცვლილებებს, რომელიც შეეხება ნარჩენების მართვის კოდექსში ასახულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის განსაზღვრებებს და სანქციებს. პრაქტიკულმა იმპლემენტაციამ კოდექსის და სანქციების ესე იგი წარმოებებმა დაგვანახა ის ხარვეზები, ასე ვთქვათ, ის ხრელები რეგულირებაში, რომლებიც უნდა აუცილებლად იქნეს ბოლომდე რეგლამენტირებული კანონმდებლობით. შესაბამისად, ზოგიერთი რედაქცია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის ასე ვთქვათ, შეცვლილია და შემოთავაზებულია უფრო გაფართოებული შინაარსით, ზოგ შემთხვევაში ემატება გარკვეული სპეციფიური შემთხვევა და იზრდება სანქციები ადეკვატურად იმ დარღვევებისა და ადეკვატურად იმ საერთო სანქციების პოლიტიკისა, რაც ნარჩენების მართვის კოდექსში არის წარმოდგენილი. სახელდობ საუბრობთ, ესე იგი, წელიწადში 10 ტონამდე არასახელმწიფო ნარჩენების აღდგენა განთავსების დადგენილი წესის რეგისტრაციის გარეშე განხორციელებაზე, რაც გამოიწვევს 1500 ლარის ოდენობით დაჯერიმებას, ასევე პროდუქტის დისტრიბუტორის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევაზე, ლაპარაკია MGV-ს დაქვემდებარებულ პროდუქტებზე, აქაც დაჯერიმება იქნება 2000 ლარის ოდენობით. წარმოებლის მიერ საქმიანობის წარმოებული გაფართოებული ვალდებულების ელექტრონული რეესტრში რეგისტრაციის გარეშე განხორციელებაზე, რისთვისაც გათვალისწინებული იქნება სანქცია 5000 ლარის ოდენობით. ასევე MGV პროდუქტის შესახებ ანგარიშგებასთან დაკავშირებული დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის არასწორი არასრული ინფორმაციის წარმოდგენა ან რეგისტრაციის პირობების დარღვევა, ესეც გამოიწვევს დაჯერიმებას 2000 ლარის ოდენობით. და ბოლო MGV ორგანიზაციის მიერ წარმოებლის გაფართოებულ ვალდებულებასთან დაკავშირებული ტექნიკური რეგლამენტით აღრიცხვისა და ანგარიშგებასთან დაკავშირებული დადგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობა, მათ შორის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ წლიურ ანგარიშში არასრული ინფორმაციის წარმოდგენა, რაც გამოიწვევს დაჯერიმებას 5000 ლარის ოდენობით. აგრეთვე არის MGV ორგანიზაციის მიერ დადგენილ ვადაში შეთანხმებული სამოქმედო გეგმის უქონლობა და MGV ორგანიზაციის მიერ ტექნიკური რეგლამენტით განსაზღვრული მოთხოვნების დარღვევა, რაც გამოიწვევს შესატყვისად დაჯერიმებას 10000 და 5000 ლარის ოდენობით. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებთან დაკავშირებით ზოგიერთ მუხზე კოდექსის წინამდებარე პროექტი გვთავაზობს იმას, რომ ადმინისტრაციულ სახთელის დადების ვადის ათვლა მოხდეს არა დარღვევის ჩადენის დღიდან, რომელიც ხანდახან ლატენტურია, ფარულია, არამედ გამოვლენის დღიდან და არაუგენს 6 თვისა მოხდება შესაბამისი პროცესის წარმოება. და ბოლო საკითხი მსგავსად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსისა ნარჩენების მართვის კოდექსშიდაც შემოდის დამატებით, ესე იგი, წამახალისებელი ნორმა, რომელიც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სახთელის დადების შემთხვევაში, თუ 10 დღის განმავლობაში დარღვევი გადაიხდის ამ სახთელს 20%-ით მისი მოცულობის შემცირებას. ეს კანონპროექტი არის წარმოდგენილი დაჩქარებული წესით და გთხოვთ მხარდაჭერას მზად ვარ კიპასუხოთ თუ იქნება კითხვები. კითხვები. ბატონი ბეჟანი, ბატონი ილია. მოგესალმებით. მოგესალმებით. აი რა მაინტერესებს, თითქმის ყველა რაიონში ეს ნარჩენები, მაგალითად ლაბორატორიები, სამავთყოფოები, რომლებიც ანალოგიური ალბათ ეხება, ხო, იმაში იმ კატეგორიაში შედის. მან როგორ უნდა მოახდინოს ეს რაიონული ცენტრებში ეს არ არსებობს, ასეთი საცავები და სად უნდა დადოთ მათ ხელშეკრულება, რომ ეს ნარჩენები გაიტანოს რეგიონალურად. გვაქვს ჩვენ ასეთი სერვისები ყველა რეგიონში თუ როგორ ხდება ეს ამის რეგულირება, მაინტერესებს. ბატონო ილია. მე მაკითხვა ეს ვალდებულება, რომელიც ამ ყველაფრის მოწყობას ჭირდება, სახელმწიფო იღებს ამ ვალდებულებას თუ ნაწილობრივ სახელმწიფო იქნება რაღაცა რეგულაციებით და რამე კომერციული მიმართულებაც ერთვება ამაში, ეს მაქვს ერთი კითხვა. მეორე კითხვა მაქვს, ბოლოს როდის იქნება მსგავსი გასწორება შეტანილი ან საკანონმდებლო იმაში თუ გვაქვს რამე ესეთი სტატისტიკა. გთხოვთ. კარგით, ეს კი ბატონო. მადლობა. ესე იგი, რაც შეეხება რეგულირებას, როგორც ძირითადი გამოსვლის დროს მოგახსენეთ, სახიფათო ნარჩენების, რომელთა კატეგორიაც მიეკუთვნება მაგალითად ასბესტი ან იგივე ინსინერაციის შემდგომ წარმოქმნილი ფერფლი და სხვა. სახიფათო ნარჩენების მუდმივი განთავსების ადგილი თანამედროვე ნაგავსაყრელი არ არსებობს. უფრო მეც გეტყვით, ის ძველი ისტორიული ნაგავსაყრელი, სადაც სახიფათო ნარჩენები ინახებოდა, ისიც სათანადო რეჟიმის გარეშე
დაუცველად არის და ამასაც უნდა ცალკე რეგულირება მიხედვა და მისი დაცვის ისეთ რეჟიმის დადგენა, რომელიც აგვარიდებს ადამიანისთვის, გარემოსთვის ზიანის მიყენებას. ამიტომ ჩვენ ამ ეტაპზე ვიყენებთ მხოლოდ ნარჩენების დროებითი განთავსების ობიექტებს, ვინც არის რეგისტრირებული და აქვს მხოლოდ დროებით ასეთ ნარჩენების შენახვის შესაძლებლობა. ეს შეიძლება იყოს იგივე ორგანიზაცია, სადაც წარმოიქმნება ესეთ სახიფათო ნარჩენები და შეიძლება იყოს კომერციულ სექტორში არსებული ორგანიზაციები. დროებითი განთავსების ობიექტების ოპერების ვადები იყო მკაცრად ლიმიტირებული, მაგრამ ბუნებრივია ამას უნდა შეეწყოს აუცილებლად სახელმწიფოს მხრიდან გადადგმული ნაბიჯები და უნდა შეიქმნას ის სისტემა, სადაც მუდმივად პერმანენტულად შეიძლება ასეთ ნარჩენების განთავსება ან გადამუშავება შესაბამისად ამას სჭირდება პერიოდი, ამას სჭირდება ინვესტიცია და სახელმწიფოს მხრიდან ამ ერთ-ერთ პრიორიტეტად აყვანა, რაც გათვალისწინებულია შემოთავაზებული პროექტით. და მეორე საკითხი რაც იყო დასმული სახელმწიფო თუ კერძო სექტორი სახელმწიფო შემოთავაზებული პროექტით სრულად იღებს პასუხისმგებლობას სახიფათო ნარჩენების ნაგავსაყრელის მოწყობაზე, მაგრამ ეს არ გამოირიცხავს, რომ თუ იქნება რომელიმე კერძო სუბიექტის მხრიდან გამოთქმული ინტერესი ან საინვესტიციო პროექტი წარმოდგენილი, შეიძლება ესეც იქნეს განხილული. ამიტომ არის ყველგან ასე ვთქვათ მითითება მთავრობის მიერ დადგენილ გამონაკლისზე და მთავრობის მიერ განსაზღვრულ წესზე. კიდევ ერთხელ გამეორდები, რომ სახელმწიფო ამ ხრივ სრულად აიღებს თავის თავზე პასუხისმგებლობას, მაგრამ იშვიათ შემთხვევაში სპეციფიური სახიფათო ნარჩენებიდან გამომდინარე, ალბათ თუ იქნება ბიზნეს ინტერესი ან გადამუშავებასთან დაკავშირებით, ან ექსპორტირებასთან დაკავშირებით, შეიძლება აქაც გამოვიყენოთ კერძო ინიციატივის და კერძო სექტორის შესაძლებლობები. მადლობთ, თოთ. აი გასაგებია და ზურავ რომ დროებითი შესანახი ადგილები ხო არ აგვაქვს ჩვენ რომ გადამუშავება ხდებოდეს ან გადანა ხდებოდეს მისი. ნუ ეს დროებითი სანამდე შეიძლება იყოს ეს დროებითი საცავებით სად არის რეგიონებში არის ახლა მაგალითად თბილისში ხوار ჩამოიტანებენ ახლა დასავლეთიდან ან იმ რეგიონალური ცენტრებში არსებობს ეს შესანახი ადგილები თუ როგორ არის ამის ოპერირება. კი ბატონო, ეს სურათი განსხვავდება ერთი კატეგორიის სახიფათო ნარჩენიდან მეორე კატეგორიის სახიფათო ნარჩენიდან განსხვავებული სტრუქტურა აქვს, მოწესრიგებული, ოპტიმიზირებული სტრუქტურა ისე რომ ყველა რეგიონში იყოს წარმოდგენილი თუნდაც დროებითი შენახვის ადგილები ჩვენთვის სამწუხაროდ არ არის ხელმისაწვდომი, ამიტომ ჩვენ იძულებული ვართ ვიმოქმედოთ იმ მოცემულობაში, როდესაც გარკვეული პერიოდი, რამოდენიმე წელიწადი სახელმწიფოს დაჭირდება იმისაც, რომ სისტემა მოწესრიგდეს და მუდმივი შესანახი ადგილი განისაზღვროს და მე აქედან გამომდინარე უკვე დაიწყოს რეგიონულ სტრუქტურების და განთავსების ადგილების ტრანსპორტირების სისტემის აგება. თითონ მოაწყო თავის ადგილებში დროებითი შესანახი ადგილი. კი, არის ამისთვის ტექნიკური რეგლამენტი, მოთხოვნები და შესაბამის რეგისტრაციას გადიან. მაშინ შესაძლებელია. კი ბატონო. კარგით, ესე იგი, კოლეგებო, ფინანსური კუთხით ჩვენთვის აქ მე მგონი არაფერი პრობლემური არ არის, ყველაფერი გასაგებია და არაფერი საწინააღმდეგო არ აქვს, რაც შეეხება შინაარსობრივ ნაწილს, რაც ძირითადი ნაწილია, წამყვან კომიტეტზე იქნება ეს განხილული, მეორე მესამე მოსმენითაც და თუ იმეს ინტერესი ექნება, ჩართული იქნება. მე მგონი თუ შეკითხვები მეტი არ არის, დავაყენოთ კენჭის ყრაზე. ვინ არის მომხრე? წინააღმდეგი არ არის. მადლობთ ბატონო ზურაბ. კოლეგებო, გუშინ ჩვენ აუდიტის ჯგუფის ხდომა ჰქონდა, შეგახსენებთ განვიხილეთ სიბ სახელმწიფო ტრანსპორტის სააგენტოს 22-23 წლების შესაბამისობის აუდიტის ანგარიში 22-23 წლების გაცემული იყო 3 რეკომენდაცია. მეორე საკითხი იყო საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის 22-23 წლების საფინანსო ეკონომიკური საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი. აქ გაიცა 11 რეკომენდაცია. სხდომას ტრადიციულად ესწრებოდნენ გენერალური აუდიტის მოადგილე და მინისტრის 2 მოადგილე. პრაქტიკულად ჩვენ ყველანი ვიყავით და გუშინდელი გადაწყვეტილებების დამტკიცებისთვის თხოვთ დავაყენოთ კეჭის ყრაზე. მადლობთ, ამით საკითხები ამოწურულია. დიდი მადლობა.